ატენი წედისი ბნავისი ოლოზი დოესი ბობნევი და ბებნისი სტიქიური სეტყვა გორის კასპის და ქარელის რაიონში 40 წუთიანმა ძლიერმა სეტყვამ ხეხილი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები მთლიანად გაანადგურა დახოცილია შინაური ფრინველიც ზოგიერთ სოფელში დაზიანდა სახლების სახურავებიც დაზარალებულების თქმით მსგავსი სეტყვა მათ აქამდე არ ახსოვთ სტიქიის ზონაში ამ წუთებში არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობენ გორის კასპის და ქარელის გამგებლების წარმომადგენლები სოფელ ატენში ადგებულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლებიც მოსახლეობა დახმარებას ითხოვს აღარაფერი აღარ მაქვს მთლიანი მარტო სახლი გადგა რაც კი რამე მქონდა სათავსო ტუალეტი კუნძულები მყავდა სულ ყველა არაფერი სუცარიერია ყველაფერი დაიღო მარტო სახლი გადგა კარტოფილი რაც არ მქონდა სულ ყველაფერი წაღებულია რა გვეშველება რა უნდა გააკეთოს აი ავატყობი ჩანითავდები მიწვალე და სულ განადგურებულია ყველაფერი ამჟამად ზოგადი დათვალიერებით ბაღებია დატბორილი, მდინარეები არის კალაპოტიდან საკმაოდ გადმოსული, ნიაღვრებია გამოვარდნილი ხევებიდან და ასე რომ ზარალის ოდენობა საკმაოდ დიდია. და რა სამუშაოები გქონდათ დაიწყოს და რა საბიჯა? ამჟამად უკვე მობილიზებულია და დაუყოვნებლივ მუშაობას შეუდგა სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ტექნიკაც უკვე სრულიად არის მობილიზებული, რომ დროულად მოხდეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია.